ჩემი ძვირფასებო, მოგესალმებით ყველას და მინდა მადლობა მოგიხადოთ იმისთვის, რომ ხართ ჩემთან ერთად, ვინც არ ხართ, გამოიძერეთ არხი. ახლა მინდა შევთავაზოთ გაშლა სასიყვარულო თემაზე, რამდენად ძვირფასი ხართ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნებისთვის. ნახოთ, რამდენად ძვირფასი ხართ და ეშინიათ თუ არა პიროვნებას თქვენი დაკარგვის. იმისათვის, რომ მივხვდეთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა, მოусმინეთ სიგნიფიკაციას და შემდეგ ისე გააგრძელეთ ყურება, თუ მივხვდით, რომ თქვენზეა საუბარი, ხო? ნახოთ ახლა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, როგორ ენერგიებში იმყოფებით, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. ნახოთ ამჟამად რა ხდება, ვისთვის იქნება ეს გაშლა თქვენს ცხოვრებაში, რა ხდება ამჟამად. ნუ რაღაც არჩევანის წინაშე ხართ, ჩემო ძვირფასებო. არჩევანის წინაშე, რომელიც არც ისე მარტივია, ხო? არის რაღაც საკითხები, რაზედაც შეიძლება აქამდე თვალებს ხუჭავდით, მაგრამ დადგათ, რომ მოვიდა დრო, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოთ. აი ასეთ ენერგიებში ხართ და ოღონდ ვერ გადაგიწყვეტიათ, ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ ეს არჩევანი გააკეთოთ თუ არა. შესაძლებელია რაღაც კონფლიქტური სიტუაცია გქონდათ, რაღაც არ ვიცი ვისთან, მაგრამ აი ამ რაღაც დაძაბული და კონფლიქტური სიტუაციის შემდეგ უნდა გადაწყვეტოთ რაღაც. მიიღოთ ერთი სიტყვით არჩევანი გააკეთოთ და კი კონფლიქტური სიტუაცია ვახსენე და აი ნახეთ ხუთიანი ხმალი. ვიღაც პიროვნება, არ ვიცი ვინ, მაგრამ მოგექცათ ძალიან ვერ ვიტყვი რომ კარგად მოგექცათ, იმიტომ რომ იმისთვის რომ რაღაც თავისი საკუთარი ინტერესები, ასე ვთქვათ, ინტერესები თვითონ გაეტარებინა და თვითონ გამოსულიყო გამარჯვებული, თვითონ რაღაც თვითონ ყოფილიყო წინ, თვითონ ყოფილიყო, როგორ გითხრათ, იცით, პირველ ადგილზე ვთქვათ, ხო? ძალიან სულმდაბლად ვიტყოდი, სულმდაბლად მოგექცათ და ძალიან გულნადგენი ხართ ამ მომენტისთვის. არ ელოდით ამას, ბზარი გაჩნდა ურთიერთობაში. ვისთან მოხდა ეს ურთიერთობას დაძაბვა, ვისთან მოხდა ეს კონფლიქტური სიტუაცია. ნუ აი ისევ და ისევ ორიანი კვერთხი. რაღაც გადაწყვეტილებას იღებთ შეიძლება ამ პიროვნებასთან დაკავშირებით, ცდილობთ მიიღოთ გადაწყვეტილება. შეიძლება ეს გადაწყვეტილება არის ცდილობთ მიიღოთ, ანუ დარჩეთ ურთიერთობაში ამ პიროვნებასთან, ან აპატიოთ თუ არ აპატიოთ, ან დარჩეთ თუ არ დარჩეთ. აი ესეთი მომენტია დასტის ძირზე, მაქვს კიდევ ეტლის არკანი, რაც მიმანიშნებს იმას, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგახართ, ხო? და რთული გადაწყვეტილების წინაშე, რადგან არ იცით როგორ მოიქცეთ, რა დარჩეთ, ვთქვათ, აპატიოთ, ან შეურიგდეთ თუ არ შეურიგდეთ. აი ესეთი მომენტია, ჩემო ძვირფასებო. ნუ რაღაც მოგექცენ ძალიან ცუდად, გული გადგინეს, თქვენ შეიძლება გაერიდეთ იმ მომენტში, აღარ გინდოდათ ზედმეტად ურთიერთობის ან გაფუჭება, ან ზედმეტად დაძაბვა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ გულნადგენი ხართ და შესაძლებელია იცით კიდევ იყოს როგორი მომენტი, რომ მანამდე სანამ შეიძლება იყო რაღაც ენები, რამაც თქვენ შორის ურთიერთობა დაძაბა. ასევე შეიძლება იყოს კიდევ ერთი ვარიანტი, რომ პიროვნება, ვისაც ფიქრობთ მანამდე, რეალურად ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდით ამ პიროვნების, ვთქვათ, რაღაც უარყოფით მხარეებზე, ან არ გინდოდათ დანახვა და ახლა დარჩით რაღაცნაირად გულგატეხილი ერთი სიტყვით. გულგატეხილი, აი ესეც შეიძლება რომ იყოს. ნახოთ ახლა, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე, რას ფიქრობს, ვინ ხართ მისთვის, რამდენად ძვირფასი ხართ მისთვის, ხო? რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე, მაგის არკანი ამოვიდა, კვერთხის რაინდი და ოთხიანი კვერთხი. ჩემო ძვირფასებო, იცით როგორი მომენტია, თქვენს მიერ ჩაფიქრებული დასტის ძირზე მაქვს კვერთხის რაინდი, კვერთხის მეფე უკაცრავად. იცით როგორი მომენტია, მინდა გითხრათ, რომ პიროვნება, ვისაც ფიქრობთ, საკმაოდ ესეთი ხარიზმატული პიროვნება, ენერგიული პიროვნება, რომელიც ცოტა მანიპულატორი პიროვნებაა და მინდა გითხრათ, რომ პიროვნებას სურს თქვენთან კომუნიკაცია, შეხვედრა. პაემანი არ არის გამორიცხული, რომ თუ ამ მომენტში ცალ-ცალკე ხართ და თქვენ შორის რაღაც კონფლიქტური სიტუაცია, ხო? პიროვნებას სურს, რომ მოვიდეს თქვენთან და თქვენ შორის კომუნიკაცია აღსდგეს.
ახსნეს, რადგან პიროვნება კვერთხის მეფეა, ის ყოველთვის აღწევს თავის საწადეს, ხო? თავის მიზანს, აქვს რაღაც სტრატეგიაში, რაღაც გეგმა, რომლითაც ფიქრობს, რომ თქვენთან მოვიდეს. კი, არ არის გამორიცხული, რომ ინფორმაცია, ანუ თვალყურს გადევნებთ ერთი სიტყვით, თუ ამ მომენტში გაბუტულები ხართ და არ ხართ ერთმანეთთან, არ გაქვთ კომუნიკაცია, პიროვნება გადევნებთ თვალს, თქვენ როგორც წყვილი ისე ამოდიხართ. ნახეთ, კი, ამ მომენტში არ ხართ ერთად პიროვნებისთვის, მაგრამ პიროვნებისთვის ისეთი პიროვნება ხართ, რომ აი ნახეთ დაკიდებული კაცი ამოვიდა, ანუ ახლა არ ხართ, პაუზაა თქვენს ურთიერთობაში და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ძვირფასი ხართ პიროვნებისთვის, ძალიან ძვირფასი ხართ იეროფანტი, კვერთხის ის პენტაკლის დედოფალი. მასში ჩაფიქრებულ პიროვნებაში ცეცხლს ანთებთ, რასაც ქვია, ცეცხლს ანთებთ და ნებას იწვევთ მასში. მაგრამ სერიოზულად ფიქრობს, კი, მანიპულატორია, ცოტა ცდილობს, რომ თავის საწადელს ყოველთვის მიაღწიოს, მაგრამ ძალიან მინდა გითხრათ, რომ ნახეთ დასტის ძირზე ეშმაკის არკანი ისევ ხუთიანი თასი, დანაკარგის შეგრძნება აქვს, ძალიან ნერვიულობს და განიცდის იმ ამბავს, რაც მოხდა. ნახეთ, შეიძლება არ არის გამორიცხული, რომ სასმელში იკლავდეს დარდს და თან თქვენზე ფიქრობდეს, ჩემო ძვირფასებო. ნახეთ, რა არკანები ამოდის, არ ვიცი, ერთი სიტყვით ძალიან ძვირფასი ხართ ჩაფიქრებული პიროვნებისთვის, როგორც უკვე გითხარით. მას სურს თუ ამ მომენტისთვის არ გაქვთ, ხო? და აქ მიჩვენა, რომ პაუზაა თქვენ შორის და წვენაა თქვენ შორის. პიროვნება აუცილებლად შეეცდება თქვენთან მოსვლას და რაღაც ახალი შანსის ახლიდან ყველაფრის დაწყებას, ერთი სიტყვით. მოდი ვნახოთ, აღარც მინდა უკვე ბოლო კითხვის დასმა ეშინია თუ არა თქვენი დაკარგვის. იმიტომ რომ აჩვენა, რომ პიროვნება ფიქრობს თქვენზე და სურს კომუნიკაციის აღდგენა კვლავ და შემორიგება თქვენი. ნახოთ, თუ სურს თქვენი დაკარგვის თუ ეშინია პიროვნებას. როგორ არ ეშინია, ჩემო ძვირფასებო, ნახეთ, იმპერატრიც ამოვიდა. რა თქმა უნდა, ეშინია, თქვენ ხართ მისთვის ყველაფერი, მთავარი პიროვნება მისთვის და ნახეთ, როგორ ელოდება თქვენგან ახალ SMS, ნახეთ, თქვენგან შეიძლება სურს, რომ პირველმა თქვენ მისწეროთ, ანუ როგორი მომენტია, იცით, ძალიან მოიწყინაო თქვენოთ და ცხრიანი ხმალიც აქვია. ნერვიულობს ძალიან, განიცდის, რა თქმა უნდა, თქვენი დაკარგვის ეშინია დაკარგვის და უნდა რომ ნახეთ მოგწეროთ ან თქვენ მისწეროთ. ელოდება ახალ შეტყობინებას თქვენი მხრიდან. ყველაფრის თავიდან დაწყებას სურს, ჩემო ძვირფასებო, და მინდა გითხრათ, რომ არ არის გამორიცხული, რომ თვალს გადევნებთ სოციალურ ქსელში, თან კუდში დაყვებათ ერთი სიტყვით. თქვენს ფოტოებს ეჭვიანობს თქვენზე. თქვენ მისთვის საგანძური ხართ და სურს, რომ მისი საკუთრება ხართ, რაღაცნაირად საკუთრების შეგრძნება აქვს, თითქოს მას სურს, რომ მარტო მას უნდა ეკუთვნოდეთ, მარტო მისი ხართ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, აი ასეთი იყო ეს გაშლა, რა თქმა უნდა, ეშინია პიროვნებას თქვენი დაკარგვის, ნანობს იმას, რაც თქვენ შორის მოხდა. შეიძლება აცნობიერებს თავის საქციელს, მაგრამ თქვენი დაკარგვის ნამდვილად ეშინია, ჩემო ძვირფასებო. მოდი ბოლოს რჩევა ვიკითხოთ. რჩევა თქვენთვის. ესე იგი, თქვენ არჩევანის წინაშე გახართ, შეიძლება ფიქრობთ, აპატიოთ თუ არ აპატიოთ, ხო? ანუ ისეთი არკანები ამოვიდეთ. თავდაპირველად, ალბათ ზუსტად ეგ არის თქვენი მთავარი საზრუნავი და საფიქრალი ამ მომენტში, ხო? ანუ ურთიერთობაში დაბრუნდეთ თუ არ დაბრუნდეთ, აპატიოთ ის შეცდომა, რაც დაუშვა მან თუ არ აპატიოთ, ხო? აი ეს მომენტია. მოდი ნახოთ, რჩევა ვიკითხოთ მაშინ. როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ ამ პიროვნებასთან მიმართებაში, რა უნდა გააკეთოთ რჩევა? ან რა არ უნდა გააკეთოთ, რას გვეტყვის? რჩევა თქვენთვის. ნახეთ, ჩემო ძვირფასებო, 6-იანი თასი. რჩევა არის ის, რომ ის გაიხსენოთ ყველაფერი, რაც გაკავშირებდათ, ხო, რაც ერთმანეთთან, რას სიხარულსაც განიცდიდით.
რა სიხარულსაც განიცდიდით, გაიხსენეთ თქვენი წარსული, ერთად გატარებული მომენტები. შეიძლება სურათებიც გაქვთ ერთად გადაღებული ჩემი ძვირფასებო, გაიხსენეთ წარსული და კარგად დაფიქრდით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება და კვერთხის ტუზი იმოქმედეთ და მიეცით ასე ვთქვათ შანსი, ახალი შანსი გამოიყენეთ, ახალი შანსი მიეცით საკუთარ თავს, რომ კვლავ დაატკბეთ ცხოვრებით, კვლავ რაღაც ახალი ჰორიზონტები გამოჩნდეს. აი ეს არის რჩევა. ანუ თუ პიროვნება გამოვიდა კონტაქტზე, მოგწერათ და მოიბოდიშა, ვფიქრობ, უნდა მისცეთ შანსი, რომ ურთიერთობა აღადგინოთ. კიდევ ერთი შანსი რომ მისცეთ იმ პიროვნებასაც და საკუთარ თავსაც. აი ესეთი იყო რჩევა ჩემი ძვირფასებო, მე მადლობას მოგახსენებთ და გამომეხმაურეთ. რამდენად რეზონირდა გაშლა თქვენთან. მადლობა და ნახვამდის.